სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა. ვგმართებს ბოროტება დასაწყისშივე უყუ ვაგდოთ. ურიგო, მეტად ცუდი საქმეა, როდესაც წამხდარ ვნებებს ადგილს ვუთმობთ. ვგმართებს ისინი ყოველ მხრივ უყუ ვაგდოთ და შესასვლელი დავუხშოთ. რამე თუ სულს, რაც უფრო სწრაფად დაიკავებენ და დაეუფლებიან, გამხმარ შეშაზე დავარდნილი ცეცხლის მსგავსად, მასი საშინელ ალს აღანთებენ. ამიტომ შეგაგონებთ, ყოველი ღონე იხმარეთ, რომ მათ შესასვლელი დაუხშოთ და ადგილს ნურცერთ ბოროტებას ნუ დაუთმოთ. თავს ამგვარი დამღუპველი ზრახვით ნუ მოიტყუებთ. რა მნიშვნელობა აქვს, ასე იქნება თუ ისე. აქედან მრავალმგვარი ბოროტება იშვება. მზაკვარი ეშმაკი ადამიანის წარსაწმედელად დიდ ვერაგობას მიმართავს. ძალასაც იყენებს და უძლურებასაც. მოქმედებას მცირედით იწყებს. დააკვირდი, მას უნდოდა საული იქამდე მieყვანა, რომ უცლით მოუბართან მისულიყო. ეს მისთვის თავიდანვე რომ ჩაეგონებინა, საული არ მოусმენდა, რადგან როგორ მოусმენდა ის, ვინც მისნობას თავად სდევნიდა. ამიტომ ის ეშმაკს ამისკენ შეუმჩნევლად თანდათან მიხავს. საული სამუელს ეურჩა მაშინაც, როდესაც მისი არ ყოფნის დროს გაკადნიერდა და ყოვლად დასაწველი მსხვერპლი შესწირა. ხოლო როდესაც ბრალი დასდეს, თქვა მტრისაგან დიდი საშიშროება გვემუქრებოდაო და როდესაც გული შემოსვლილება და გლოვა მართებდა, მშვიდად რჩებოდა. თითქოს არავითარი დანაშაული არ ჩაედინოს. შემდეგ ღმერთმა ამალეკელთა მოსვლა უბრძანა. მან არც ეს აღასრულა. ამას დავითის წინააღმდეგ ბოროტი განზრახვა მოხდა და ამგვარად თანდათან და შეუმჩნევლად ფეხი დაუწდა რა შეჩერება ვეღარ შეძლო. ვიდრე დაღუპის უფსკრულში არ წარიწმინდა თავი. ასევე დაემართა კაინსაც. ეშმაკს ძმის მკვლელობაზე ერთბაშად არ დაუთანხმებია. მას სხვაგვარად ვერ დაარწმუნებდა. პირველად დაიყოლია მსხვერპლად, უდარესი შეეწირა. ჩააგონებდა, რომ ეს ცოდვა არ იყო. შემდეგ მასში შური აღზრა და არწმუნებდა, რომ ესეც არაფერი იყო. ამის შემდეგ დაარწმუნა ძმა მოეკლა და ღმერთის წინაშე ძმის საზარელი მკვლელობა არ ეღიარებინა და იქამდე არ განეშორა, ვიდრე უკიდურეს ბოროტებამდე არ მიიყვანა. ამგვარად ბოროტება დასაწყისშივე უნდა განვაგდოთ. თუნდაც პირველ დანაშაულზე შევჩერდეთ. მათი უყურადღებოდ დატოვება ამ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ, რომ ისინი სულში მაშინ იზრდებიან, როდესაც ის დაუდევრად არის. ამიტომ ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ ისინი დასაწყისშივე აღმოფხვრათ. იმას ნუ უყურებ, რომ ცოდვა უმნიშვნელოა. გახსოვდეს, ის დიდი ბოროტების ფესვია. თუ კი მას დაუდევრად ვექცევით. სურს საკვირველი რამ გითხრა. დიდი ცოდვები იმდენ მეცადინეობასა და შრომას არ მოითხოვს, როგორც მცირე და უმნიშვნელო. მათგან განდგომას თავად ცოდვის ბუნება გვაიძულებს, ხოლო მცირე ცოდვები თავისი სიმცირის გამო მათდამი დაუდევრად განგვაწყობს და საშუალებას არ გვაძლევს მხნედ აღვდგეთ მათ აღმოსაყრელად. ამიტომ, როდესაც არ ვფხიზლობთ, ისინი მსწრაფ იზრდებიან. იუდაშიც უდიდესი ბოროტება ასევე იშვა. მას რომ არ ეფიქრა, თითქოს უპოვართათვის შეწირული ფულის მოპარვა დიდი ცოდვა არ არის. რა თქმა უნდა, გამცემლობის ცოდვაშიც არ ჩავარდებოდა. ასევე მზვაობრობით შეპყრობილ იუდეველებსაც ეს ცოდვა უმნიშვნელო რომ არ მოსჩვენებოდათ, ქრისტეს მკვლელობამდე არ მივიდოდნენ. ჩვეულებრივ, ყოველგვარი ბოროტება ამგვარად აღესრულება. ადამიანი უსჯულოებაში ერთბაშად და ანაზდად არ ვარდება. სულში ცოდვებისადმი ერთგვარი სირცხვილი გვაქვს, რომლის უცებ დაძლევა და უსირცხვილობამდე მისვლა შეუძლებელია. პირიქით, სული თუ კი მცონარებაშია, უკიდურეს დაცემამდე შეუმჩნევლად თანდათან მიდის. ასე დამკვიდრდა კერპთაყვანის მცემლობაც, როდესაც ცოცხალ თუ მიცვალებულ ადამიანებს ზომაზე მეტად განადიდებდნენ. ასევე გაძლიერდა სიძვა და
ცოდვები. დააკვირდი აგრეთვე, ერთმა შეუფერებელ დროს გაიცინა, მეორემ უსაყვედურა, სხვამ შიში განაგდო და თქვა, ეს არაფერიაო, რამე თუ რა არის სიცილში ისეთი, რა შეიძლება ამას მოხვეს. აქედან ამაოდ მეტყველება, ბილწითყვაობა და უჯერო ქცევა იშვება. სხვაზე ჩივიან, რომ ის მოყვას ძრახავს, დასცინის, აუგად იხსენიებს, მაგრამ ის უარყოფს ამას და ამბობს, რომ სხვისი აუგად მოხსენიება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. პირიქით, აქედან სიძულვილი, შეურიგებელი მტრობა, უსასრულო საყვედურები იშვება. საყვედური ცემას იწვევს, ხოლო ამ უკანასკნელს მკვლელობა მოსდევს. ამგვარად, მზაკვარ დემონს მცირედან დიდ ცოდვამდე, ხოლო დიდიდან სასოწარკვეთილებამდე მიხავს. რის შემდეგ სხვა არანაკლებ დამღუპელ ხერხს მიმართავს. ცოდვა იმდენად დამღუპელი არ არის, როგორც სასოწარკვეთილება. შემწოდე, თუ კი გამოფხიზლდება, შეწოდებას სინანულით მსწრაფლ გამოასწორებს, ხოლო ვინც სასოს წარიკვეთს და არ ინანიებს, ის გამოუსწორებელი რჩება, რადგან სინანულის მიერი პურნებით არ ისარგებლა. ეშმაკს მესამე, ყველაზე საშიში ხერხიც აქვს. კერძოდ, ზოგჯერ ცოდვას სათნოების საფარულით მოსავს. ქრისტემ პავლეს პირით გვიბრძანა, ცოლი ქმარს ურთიერთშეთანხმების გარეშე არ განშორდეს, მაგრამ ზოგიერთებმა თავშეკავებისადმი სიყვარულით ქმრები მიატოვეს, თითქოს და ეს სათნო საქმე იყოს. ამით კი საკუთარი თავიც და ქმრების მურშებაში და წარწმედის უფლულში ჩააგდეს. სხვები მარხვის ცნების მიხედვით საჭმლისაგან თავშაკავებით თანდათან იქამდე მივიდნენ, რომ საჭმელი შეიძულეს. ეს კი მათ მძიმე სასჯელს უმზადებს. იგივე ხდება, როდესაც თავის სრულწმენას წმინდა წერილის ჭეშმარიტი აზრის საწინააღმდეგოდ ამართლებენ. ზოგიერთი კორინთელი ფიქრობდა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, აკრძალულისაც კი, რაც სრულყოფილებას ნიშნავს, მაგრამ ეს სრულყოფილება კი არა, უკიდურესი ცდომილება იყო. ამიტომ პავლე უკრძალავს მათ ამას და ეუბნება, რომ ამისთვის უმძიმეს სასჯელს იმსახურებენ. ვიღაცას გონია, რომ თმების მოკვეცა სათნოებაა. პირიქით, ესეც აკრძალულია და ფრიად სამარცხვინო საქმეა. სხვას გონია, ცოდვების გამო უკიდურესი მწუხარება დიდი შენაძენია, მაგრამ ესეც ეშმაკის ბოროტი განზრახვაა, რაც იუდამ დაამოწმა, რომელმაც თავი სწორედ ამის გამო ჩამოიხრა. პავლესაც ამიტომ ეშინოდა, ერთ-ერთ მრუშების ცოდვით შემწოდეს მსგავსი რამ არ შემთხვეოდა და კორინთელებს აფრთხილებდა, მსწრაფლ გამოეტაცათ. შემდეგ გვიჩვენებს, რომ ეს ბოროტების ერთ-ერთი მახია და ამბობს, რაითა არა მივაანგარდეთ ჩვენ ეშმაკისაგან, რამე თუ არა გონებასა მისა უმეცარ ვართ. ანუ ეშმაკი უდიდესი ცპიერებით მოგვიხვდებაო. მართლაც, ის აშკარად რომ მოდიოდეს, მისი დამარცხება ადვილი იქნებოდა, მაგრამ მისი დაძლევა არც ამჟამად გაგვიძნელდება, თუ კი ვიფხიზლებთ, რადგან ღმერთმა ყოველი მისი ცპიერების საწინააღმდეგო იარაღი მოგცა. ისმინე, უფალი რას ამბობს, რადგან სურს დაგვარწმუნოს, მცირე შეწოდებაც არ უგულებელ ყოთ. რომელმა რქვას ძმასათვისა ცობ, თანამდებარს იგი გეენიას ამას ცეცხლისასა. ისიც, ვინც ბილწი მზერით იყურება, სრული მემრუში არის. ასევე უბადრუქთ უწოდებს იმათ, ვინც უჯეროდ იცინის, ბოროტების საწყის და თესლს ყველგან აღმოფხვის. იმასაც ამბობს, რომ ყოველი ამაო სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ. ამიტომ იობი მსხვერპლს მხოლოდ თავისი შვილების საქმეებისთვის კი არ წირავდა, არამედ ზრახვებისთვისაც. ხოლო იმის შესახებ, რომ სასოწარკვეთილება არ გვმართებს, ამბობს, ნუ დაცემული არა აღდგების, ნუ მიქცეული არა მოიქცევის? და აგრეთვე, არა ნებით მნებავს სიკვდილი უსჯულო ისაი, ვით არ მოქცევაი მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვრება იმისი. და კვლავ, დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქვენთან. ასევე, იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს. მრავალი მსგავსი გამონათქვამი და მაგალითია წმინდა წერილში, ხოლო სათნოების საფარით წარწმედა რომ არ მოვიწიოთ, ისმინე პავლე რას ამბობს. ნუ უკვე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.
ვიცით, რა ეს ყოველივე წმინდა წერილის ცოდნით თავი ყოველი დამღუპელი გზისაგან დავიცვათ. ნუ იტყვი, რა მოხდა, თუ კი ლამაზ ქალს ვაკვირდები, თუ კი გულში მრუშებას დავუშვებ, მალე გაკადნიერდები, საქმითაც აღასრულებ. ნუ იტყვი, რა მოხდა, თუ კი ამ უპოვარს გულგრილად ჩაუვლი, თუ კი ამას ჩაუვლი, მეორესაც ასევე ჩაუვლი და შემდეგ მესამესაც. ნურც ამას იტყვი, რა მოხდა, თუ კი მოყვასის ქონება ვისურვებ. აქაბი ამან დაღუპა. ის თუმცა ფასს იხდიდა, მაგრამ ვენახი პატრონის სურვილის საწინააღმდეგოდ მიითვისა. ყიდველს ძალდატანება არ მართებს, არამედ უნდა დაარწმუნოს. თუ კი ის, ვინც შესაბამის ფასს იხდიდა, მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ სხვისი პატრონის თანხმობის გარეშე მიითვისა. როგორ სასჯელს იმსახურებს ის, ვინც არა მარტო ასე იქცევა, არამედ ძალდატანებით იტაცებს და თანაც ახლა კეთილდღეობის ჟამს. ამგვარად, სასჯელი რომ არ მოგვეწიოს, თავი ყოველგვარი ძალადობისა და მტაცებლობისაგან, არა მარტო ცოდვებისაგან, არამედ ცოდვის საბაბისაგან წმინდად დავიცვათ და სათნოების მოსაპოვებლად სრული გულმოდგინებით ვიღვაწოთ. ამინ. შეგვეციოს წმინდა იოანე ოქროპირი. ეს სიტყვა მისი დღეს იმიტომ შევარჩიე, რომ ჩვენ მოვისმინეთ სახარების იგავი ეშმაკეულის შესახებ. და ხშირად, როდესაც განსაკუთრებით დამწყები ქრისტიანი კითხულობს ხოლმე ამ სახარებას, გონია, რომ ეს სხვის შესახებ არის დაწერილი და დიდ სარგებელს აქედან გამომდინარე ვერ იღებს ხოლმე ამ სახარებიდან, არადა ძალიან დიდი სწავლების შემცველი არის მოცემული სახარება. დღევანდელი იოანე ოქროპირის სიტყვით მე მინდოდა ჩემთვისაც და თქვენთვისაც შემეხსენებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ისეთი შეპყრობილები არ ვიყოთ, როგორც ეს ეშმაკი არის, აი ეს მცირე ცოდვები, რაზეც აქ წმინდა იოანე ოქროპირი საუბრობდა, არ შემეშლება ალბათ თუ ვიტყვი, რომ თითოეულ ჩვენთაგანში საკმაოდ მრავლად არის. ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ არაუშავს ახლა ეს დიდი ცოდვა არა მოვინანიებ, არაუშავს ახლა ეს რა მოხდა, არაუშავს. აი ამ არაუშავთი იოანე ოქროპირი გვეუბნება, რომ სწორედ ამ არაუშავ ამ სიტყვის იღუპება ადამიანი. რა კარგად თქვა, ნახეთ, იმიტომ ქვია ოქროპირი, რომ ყველა პატარა ცოდვა არის ძალიან დიდი ცოდვის ფესვი. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სანამ ცოცხალია ფესვი ხის, ის ყოველთვის ამოიყრის ტოტებს. ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გადაჭრი. ყოველთვის ამოიყრის და თუ დააკვირდებით, ყველა გადაჭრაზე სულ უფრო მეტი ძალით ამოიყრის. და სულ უფრო მეტი ძალით ამოიყრის. ამიტომ აი ეს სიტყვა მე ვფიქრობ იოანე ოქროპირის თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადსაღები არის. რა კარგად ამბობს, ნახეთ, ერთმა გაიცინაო უჯეროთო, მეორე მუთხრაო რომ რასაკეთებო და მესამე თქვა არაუშავს ახლა რა მოხდა გაიცინაო. და აქედანო მრავლის მეტყველებამდე და ბილსიტყვაობამდე მიხვედი. თუ დააკვირდებით ახლა აი ჩვენს თანამედროვე ისტორიას, ყველაფერი ესე მოხდა. აი ის რაც ახლა დღეს თითოეულ ჩვენთაგანს ამაზრზე რეალობად მიგვაჩნია, ხო, აი რაც ცივილიზებულ ჭყალებში, ქვეყნებში ხდება დღეს. როგორ მოვიდა ეს ყველაფერი? სწორედ ეს. არაუშავს, რა მოხდა? ჯერ მოურიდებლად ჩაცმა დავიწყეთ. არ მოეწონა ვიღაცას, მეორე მუთხრა არაუშავს, რა მოხდა ახლა, კაცო, ისეთი არაფერი არ არის. მერე მოუმატეთ ამ ყველაფერს. მერე ნახევრად გავშიშვლდით. მერე კაცმა კაცის სახე დაკარგა, მერე თქვით არაუშავს, რა მოხდა, კაცო? ხალმა ქალის სახე არაუშავს, ესეც რა მოხდა? აი დღეს იქამდე მივედით. აი წმინდა იოანე ოქროპირის ეს სიტყვა, ამ სიტყვის დადასტურება ეს ყველაფერი. აი მაშინ რომ კაცობრიობას ხიზლად შეეხედა ამ ყველაფრისთვის და დაენახა ეს გარდაუვალი შედეგი. დღეს აი ეს რეალობა აღარ გვექნებოდა. ამაზე საუბრობს ოქროპირი და ამისგან გვაფრთხილებს. რომ ფრთხილად იყავით, წაუყრუებ, მერე დადგება ისეთი მომენტი, როდესაც უკვე მოგინდება, მაგრამ შეიძლება ვეღარ შეძლო. უკვე შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე ადამიანი, როგორც აი ეს ეშმაკეულები იყვნენ, რომ უკვე თავიანთ თავს ვეღარ აკონტროლებდნენ.
უკვე ეშმაკი აკონტროლებდა მას. რა ხშირად ყოფილა, რომ ჩვენი თავი აღმოგვიჩენია, რომ მივუშვით მაგალითად მრისხანება. მივუშვით რაღაც დონემდე. მივხვდით პირველი რომ დავიწყეთ ლაპარაკი ადამიანთან, მივხვდით რომ ეხლა უნდა გავცხარდე. მაგრამ ვიფიქრე რომ არა უშავს, ეხლა მერე შევიკავებ თავს. და განრისხების მომენტში ხედავთ თითქოს გარედან ჩვენ თავს და გძულს ჩვენი თავი, ისე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ვეღარ ვჩერდებით. რამდენჯერ ყოფილა ესეთი რამ. ეს არის ეშმაკეულობა, სხვა კი არაფერი. და ამისგან გვაფრთხილებს წმინდა იოანე ოქროპირი. მეორე ადამიანს ხმამაღლავი ელაპარაკები. გაფრთხილდი გეუბნება, იმიტომ რომ ხმამაღალი ლაპარაკი მრისხანებას გამოიწვევს. და მრისხანებაში რო ჩავარდები, მე შეიძლება მკვლელობამდე მიხვიდი ამ ადამიანს. აბა თქვენ როგორ გონიათ, მამამ შვილი მოკლა რო გავიგებთ, შვილმა მამა მოკლა, როგორ ხდება ეს ყველაფერი? მართლა გონიათ რომ მივიდა ეს ეშმაკი და უთხრა ეხა შენ დედამ შვილი უნდა მოკლა და იმანაც ადგა მოკლა არა. აქამდე ის თავისი გადაწყვეტილებების ჯაჭვმა მიიყვანა. სადღაც ღრმა ბავშვობაში შეიძლება ჩააწვეთა ეშმაკა აზრი, რომელიც არ მოეწონა, მაგრამ დატოვა, იფიქრე არა უშავს. გავიდა წლები კიდე დაუმატა. და მე ვხედავთ ხოლმე ჩვენს გარშემო ადამიანებს, ვისაც მთელი გულით და სულით, განსაკუთრებით სხვადასხვა, ესე თქვა, დამოკიდებულებით შეპყრობილი ადამიანები რომ არიან. თქვენ გონიათ იტყუებიან, როცა იძახიან, რომ ეზიზღებათ საკუთარი თავი და უნდათ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება? არ იტყუებიან. მართლა ესეა. ეზიზღებათ საკუთარი თავი. მაგრამ ვეღარ შვებიან, ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მცირე დაშვებებით, საკუთარი გადაწყვეტილებებით, რომ რაღაცეებისთვის წაეყრუებინათ, თავი მიიყვანეს აქამდე. ჩვენც ესე ვართ. რაღაცა ცოდვები, რომელიც გვაქვს და ხანდახან მივდივართ მოძღვართან და ვეუბნებით, რომ ვერ ვასწორებ. ამდენი ხანია მოვდივარ და ვეუბნებით, ცხენია მამაო, რომ ამდენი ხანი ერთი იგივე რამეს გეუბნები. იმიტომ რომ მონა ვარ იმ ცოდვის. ის მმართავს. რატომ მართავს? იმიტომ რომ მე მივეცი მას ამის უფლება. როგორ მივეცი, რაც ოქროპირმა არ დავფიქრდი, დაუდევრად მოვიკეცი, დამეზარა. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ეს სიზარმაცე და დაუდევრობა გადავაგდოთ. რატომ? თავარი ესაა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების გამოპასუხს თითოეული ვაგებთ ღვთის წინაშე. თითოეული. იქ თავს ვერ გავიმართლებთ. ამ დაუდევრობისთვის იქ თავს ვერ გავიმართლებთ. იქ უფალი უკვე პირუთვნელი იქნება. მისთვის არ არის არც მდიდარი არაფერი, არც ღარიბი, არც თანამდებობის პირი, არავინ არაფერი არ არის უფლისთვის. ყველას ერთადერთი რამის მიხედვით განიკითხავს, აბა როგორ იცხოვრე. და თუ უფალი გეტყვის რომ, კაცო, შენ როგორც ოქროპირმა დაამთავრა, ერთ ღარიბს ჩაუვარე, ორ ღარიბს ჩაუვარე, სამ ღარიბს ჩაუვარე და თქვი, ახლა არა უშავს, მე თუ ამას ახლა 10 კაპიკი არ მივეცი, რა მოხდება? უფალი გეტყვის, კაცო, მე შენ როდისმე დაგავალე, მილიონები მიგეცა და კაცის ცხოვრება გამეგოსერებინა, არა, მე დაგავალე დაეხმარე. ცირედით, რითიც შეგიძლია. თან გითხარი სახარებაში რომ დედაკაცმა რომელმაც 2 მწვრილი დადო ფასის საცავზე, ყველაზე მეტი გაიღო. და გითხარი რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა რა აქვს, მილიონს მიცემ თუ 1 თეთრს მიცემ. თავარი როგორი გულით მისცემ. უფალი არცე ჩვენთანაც არ მოგკითხავს მერწმუნეთ, რატომ არ იყავიო ისეთი ადამიანი, რომ თელ დედამიწას ნუგეშს რატო არ სცემდიო. უფალი მოგკითხავს, რომ კაცო, შეურაცხყოფას რატო აფენებდი? რატო ლანძღავდი? შენი მოყვასი რატო არ გიყვარდა? რატო არ ცდილობდი, რომ მტრისთვის სამაგიერო არ გადაგეხადა? აი ამებს მოგთხოვს. რაღაცა განსაკუთრებულ ვარსკვლავების მოწყვეტას კი არ მოგთხოვს. თუმცა რომ მოეთხოვა წინაკვირასაც ვისაუბრეთ ამაზე, მართებული იქნებოდა, იმიტომ რომ თვითონ ყველაფერი გააკეთა, თვითონ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენგან ამას არ ითხოვს, ჩვენგან ძალიან მარტივს ითხოვს. თვითონ ვეგვითხრათ. ახეთ რა საოცრად შენიშნავს ოქროპირი, რომ ვინც გულის თქმით შეხედა ქალს, მან იმრუშა მასთან.
აი როგორ კარგად შენიშნავს უფალი გვეუბნება რომ უფრო პირი ნახეთ რა კავშირი დაინახა რომ ესე იგი შენ რო თვალს გააქანებ აფრთხილებს კაცს თვალს რო მიცემ უფლებას აუცილებლად იმას იმ გულისთქმას მერე შეასრულებ ადრე თუ გვიან ამიტომ ფრთხილად იყავი საძირკველშივე გაფრთხილებს უფალი რომ აი აქ და ამ სიტყვას თუ არ იგონებ და ამ სიტყვას თუ არ უჯერებ მე ეხლა ნუ გიგვირს ნუ გვიგვირს უფრო სწორედ რომ რაღაც სოდვებში ჩავდივართ მერთი იყოს ჩვენი შემწე გაგვაძლიეროს სოთვის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოგცეს სიბრძნე რომ სოდვა სათავეშივე დავინახო და უკუაგდოთ ხოლმე. Palma da